New Hospital-ის რუბრიკით ვაგრძელებთ ეთერს. თავბრუსხვევა ექიმთან მიმართვიანობის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ჩივილია. ეს სიმპტომი ზოგჯერ მნიშვნელოვნად აქვეითებს სიცოცხლის ხარისხს, იწვევს შრომის უნარიანობის შემცირებას. თავბრუსხვევის ობიექტური შესწავლის არაინვაზიური თანამედროვე მეთოდია ვიდეოინსტაგმოგრაფია, რომლის საშუალებითაც ხდება პერიფერიული და ცენტრალური ვესტიბულური დარღვევების დიფერენციაცია და დიაგნოსტიკა. New Hospital-ში კვლევა ტარდება ოტოპრონტის უახლესი აპარატით და მოიცავს ვესტიბულური დარღვევების დიაგნოსტიკას, ნისტაგმის რეგისტრაციას და მის შეფასებას, კვლევის მონაცემების ვიზუალიზაციას და ციფრულ ფორმატში შენახვას. თემაზე სასაუბროთ სტუდიაში შემოგვიერთდა New Hospital-ის ოტორინოლარინგოლოგი ინგა გოგია. მოგესალმებით ინგა, მადლობა რომ ხართ თემით ხართ ჩვენთან და ჩემთვის ძალიან საინტერესო დარწმუნებული ვარ ბევრი მაყურებლისთვის. დავიწყოთ თავიდან და ავხსნათ რა არის ზოგადად თავბრუსხვევა და რისგან შეიძლება ის იყოს გამოწვეული. თავბრუსხვევა იმითი დავიწყოთ, რომ ეს არ არის ცალკე დაავადება, ეს არ არის ცალკე ნოზოლოგია, ეს არის ერთ-ერთი სიმპტომი ვესტიბულური დარღვევების. ვესტიბულური დარღვევების არის სხვადასხვა ტიპის, საერთაშორისო კლასიფიკაციით გამოიყოფა და პირველ ადგილას დგას ზუსტად თავბრუსხვევა, ვერტიგო, ის რაც ნამდვილად რასაც ქვია თავბრუსხვევის ვერტიგო ან ტრიალის შეგრძნება, ეს არის ილუზორული და ეს არის ძალიან დიდი დისკომფორტი და ფაქტობრივად ცხოვრების ხარისხს ეთანხმება. კი რა უარესებს შეუძლებელს ხდის უბრალოდ არსებობა. ანუ თავბრუსხვევა ეს არის ვერტიგო, ანუ მოძრაობის ილუზორული აღქმა. ამ დროს არაფერი არ მოძრაობს, არც ადამიანი მოძრაობს, არც საკუთარი სხეული ადამიანის, არც გარშემოცველი საგნები, მაგრამ ადამიანს აქვს აი ეს ილუზორული აღქმა. ეს არის ერთ-ერთი მოძრაობს სამყარო და შენ სადღაც იკარგები ახლა. მეორე ამ კლასიფიკაციაში არის გაბრუების შეგრძნება, დიზინესი, ასე ქვია, დეზორიენტაციის შეგრძნება, როცა ადამიანი ვერ აღიქვავს სადიმყოფება, თავი აქვს გაბრუებული და ამას ანამნეზის შეკრების დროს გვიყვება ხოლმე. მესამე არის ოსცილოფსია. ეს არის მხედველობის უკუღმართი აღქმა, ანუ გარშემოცველი საგნების მოძრაობის შეგრძნება. მაგ დროს როცა ირგვლივ არაფერი არ მოძრაობს. ამ საგნების რხევის შეგრძნება. და მეოთხე ამ კლასიფიკაციაში არის დისბალანსი, ანუ წონასწორობის დარღვევა. აი ეს 4 სიმპტომი ქმნის ვესტიბულური დარღვევის ამ სიმპტომატიკას როგორი მახასიათებლები აქვს? განგრძობითია, შეიძლება დღის რაღაც მონაკვეთში დაიწყოს, ამ კუთხით რა უნდა იცოდეს პაციენტი? ანუ სხვადასხვა დაავადებების დროს ამ სიმპტომებს აქვს სხვადასხვა მოვლენა. ამ ხრივ თვითონ ვესტიბულური დარღვევები სხვა კლასიფიკაციით ყოფენ ვესტიბულურ დარღვევებს, მწვავე ვესტიბულური სინდრომით, ქრონიკული ვესტიბულური და ეპიზოდური ვესტიბულური სინდრომი. ანუ ამითი როგორ ყოფენ ამითი თავბრუსხვევებს ან ვესტიბულურ დარღვევებს. თავბრუსხვევა შეიძლება იყოს მწვავე, ანუ იწყება და დიდხანს გრძელდება, გააჩნია რა არის გამოწვევის მიზეზი. თავბრუსხვევა შეიძლება ეპიზოდური იყოს. აი ეს შეიძლება იყოს ყელყურ ცხვირის სისტემასთანაც, ხო, დაკავშირებული და კვლევებით რამდენად ზუსტად დგინდება, ვთქვათ, გამოწვევის მიზეზები. ანუ რაც მე ჩამოვთვალე, მწვავეს ეპიზოდურიც და ქრონიკულიც ვესტიბულური სინდრომი შეიძლება შეგხვდეს ჩვენ ყელყურ, როგორც თქვენ ახსენეთ, ანუ პერიფერიული ვესტიბულური აპარატის დისფუნქციის დროს. ან მწვავე სინდრომი გვხდება ვესტიბულური ნეირონიტის დროს. ეს დაავადება არის, როცა ვირუსის ფონზე ეწყებათ ძლიერი თავბრუსხვევა, რომელსაც მოყვება ძალიან ძლიერი ვეგეტატიური რეაქციები, თავბრუსხვევის გარდა პაციენტი გრძნობს გულისრევის შეგრძნებას, ღებინებას, ოფლიანობას, ძალიან ცუდი შეგრძნება, იმიტომ რომ თავბრუსხვევა არის ძლიერი და პაციენტი ცდილობს დააფიქსიროს მზერა ერთ პოზიციაში, რომ თავის თავს უშველოს ამითი. ეს შეიძლება გრძელდებოდეს რამოდენიმე საათიდან რამოდენიმე დღემდე, მწვავე პერიოდი, შემდეგ გადადის უკვე ქვემწვავე პერიოდში და
კურნალობის შედეგად, რა თქმა უნდა, ეს ყველა პერიოდი არის შემოკლებული. თუ დროულად მიიღო კურნალობა ამ პაციენტმა. პერიოდული ან ეპიზოდური ვერტიგოს ჩვენ სფეროში გვხდება კპპც-ის დროს. ანუ ეს არის პერიფერიული პაროქსიზმული კეთილთვისებიანი თავბრუსხვევა. მაგ დროს ეს თავბრუსხვევა პერიფერიული თავბრუსხვევებში პირველ ადგილზეა სიხშირით. ძალიან ხშირია. დიაგნოსტიკას რო შევეხოთ და ესეთ კვლევას ვესტიბულომეტრია, რას მოიცავს, რა შემთხვევაში ტარდება ეს კვლევა? ვესტიბულომეტრია არის გამოკვლევების კომპლექსი, რომელიც შეიცავს წონასწორობის თავბრუსხვევის ან წონასწორობის აპარატის დარღვევების დადგენას, ზუსტი დადგენას და მოგეხსენებათ თუ დიაგნოზი არის დადგენილი ზუსტად და სწრაფად, ანუ რაც უფრო სწრაფად დადგინდება დიაგნოზი და ზუსტად, უფრო ხარისხიანად შეგვიძლია და სწრაფად დავეხმაროთ პაციენტს. და რა სიმპტომების შემთხვევაში ვნიშნავთ ვესტიბულომეტრიას? აი ის სიმპტომები, რომელიც მე ვახსენე, ანუ იგივე ვერტიგო, იგივე დისბალანსი, იგივე წონასწორობის დარღვევა, გაბრუების შეგრძნება, როცა ადამიანს აქვს ეგეთი შეგრძნებები, უნდა მიმართოს ექიმს, რომ დროულად მიიღოს სათანადო კურნალობა. თვითონ ვესტიბულომეტრიის დროს ეს ისეთი კვლევა კომპლექსური თავიდან ჩვენ ვიწყებთ ანამნეზის შეკრებით. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ამ პათოლოგიების დროს დაახლოებით 50% დიაგნოზის შეიძლება ან HUG შეიტანო ამადა იმ დაავადების დიაგნოსტიკაში სწორი ანამნეზის შეკრებით. აქ აქვს მნიშვნელობა ძალიან ბევრ ფაქტორს. პირველ რიგში ადამიანმა რომელიც ერთხელ მაინც განიცადა თავბრუსხვევა, თან პერიფერიული თავბრუსხვევების ძალიან ძლიერი თავბრუსხვევებია, უნდა მოიპოვო მისი ნდობა, უნდა შეხვიდე იმის მდგომარეობაში, იმისთვის რომ სწორად და ზუსტად აგიხსნას რა ხდება მის თავს თავბრუსხვევის დროს. იმიტომ რომ ზოგი პაციენტი ყველაფერს ეძახის თავბრუსხვევას. იგივე გაბრუებას ეძახიან თავბრუსხვევას, იგივე წონასწორობის მოშლას დარღვევას ეძახიან თავბრუსხვევას, ნუ თავის ტრიალსაც. ამიტომ ვიწყებთ იმით, რომ ვარკვევთ, რას გრძნობთ თქვენ, როცა გაქვთ თავბრუსხვევა. რა არის თქვენთვის პირადად თავბრუსხვევა. იწყება იქიდან. ამის შემდეგ ვეკითხებით ხანგრძლივობას. ამას ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. სხვადასხვა დაავადებების დროს თვითონ თავბრუსხვევის ხანგრძლივობა არის სხვადასხვანაირი. იგივე პაროქსიზმული კეთილთვისებიანი თავბრუსხვევის დროს ეპიზოდები არის ხანმოკლე. გრძელდება რამოდენიმე წამიდან მაქსიმუმ 1 წუთამდე. მაგრამ იმდენად ძლიერი ეპიზოდებია, რომ პაციენტების უმეტესობა ასე ხსნის, რომ მეგონა დაიწყო მიწისძვრასთან ასოცირდება, ის იმდენად ძლიერია. ანუ ამას უკვე აქვს, აი, უყვება ამას პაციენტი, უკვე ჩვენთვის ვფიქრობთ, რომ აქ შესაძლებელია, რომ იყოს პროქსიმული და შესაძლებელია ასევე კრისტალების, რაც კონკრეტული მანევრებითა და სესილის კრისტალები ყველა მისწავლეთ. რა მდგომარეობა იყო და მოდით. აი, ამ ეპიზოდებში ძალიან იწყოდნენ ხოლმე. კეთილთვისებიანი პაროქსიზმული თავბრუსხვევა, რომელიც მე ვახსენე, ზუსტად ის არის კრისტალების ამოვარდნას რო ეძახიან ასე ხალხი. და მექანიკურად შეიძლება დავაბრუნოთ სწორ პოზიციაზე. რომ ავხსნათ რა ხდება ამ დროს, აი სულ ოდნავ შევეხები აი მარტივ ენაზე, გასაგებ ენაზე ანატომიას. შიგნითა ყურში არის განლაგებული ვესტიბულური აპარატი, რომელიც შედგება კარიბჭისგან და ნახევარკალოვანი არხებისგან. აი ამ კარიბჭეში არის ორი სტრუქტურა, სადაც არის ეგრეთ წოდებული ოტოკონიები, ანუ კალციუმის ბიკარბონატის კრისტალები. ამ კალციუმის კრისტალებს, ოტოკონიებს აქ თავიანთი ადგილი, თავიანთი ფუნქცია აი ამ ვესტიბულურ კარიბჭეში. მაგრამ არის სხვადასხვა სიტუაციები, დეგენერაციული პროცესების დროს, კალციუმის პრობლემების დროს, D ვიტამინის ნაკლებობის დროს, ასაკობრივ პაციენტებში ხშირად, როცა ეს ოტოკონიები დისლოცირდება თავისი ადგილიდან, ნახევარკალოვან გადაისროლება, დაიძრება, ასე ვთქვათ, და ხდება აი ამ ნახევარკალოვან არხებში. და იქ ამ ნახევარკალოვან არის ენდოლიმფა, იქ არის სითხე, რომელიც მოძრაობით ჩვენ ანუ ორგანიზმი არეგულირებს ჩვენ ჯდომას, დგომას, მოძრაობებს, ანუ
გახედვას მარჯვნივ მარცხნივ და ასე შემდეგ. და როცა ამ სითხეში ხდება აი ეს კრისტალები, რომლებიც იქ არ უნდა იყოს, ეს კრისტალები აგზავნის ცრუ სიგნალს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში და პაციენტს აქვს ამ კრისტალის მოძრაობის დროს აქვს ესეთი შეგრძნება, რომელიც ილუზია, მოძრაობის ტრიალის ილუზია, რომელიც არის თავბრუსხვევა. და ჩვენი ამოცანა ვესტიბულომეტრიის დროს და აი ამ კვლევის დროს რომ დავადგინოთ აი ამ ორივე ყურში მარჯვენაში და მარცხნაში სამ-სამი არხი გვაქვს ჩვენ, რომლებიც არიან განლაგებული სამ სხვადასხვა სიბრტყეში, უნდა დავადგინოთ პირველ რიგში, რომელ არხში არის ჩვენი დისლოცირებული კალციუმის კრისტალები. უნდა ვიპოვოთ, მივაკვლიოთ. ჯერ უნდა მივაკვლიოთ და ზუსტად დავადგინოთ, რომ ვიცოდეთ როგორ დავეხმაროთ პაციენტს, იმიტომ რომ ყველა არხში პრობლემას აქვს თავისი სარეპოზიციო მანევრი და უნდა ვიცოდეთ როგორ დავეხმაროთ და მინდა გითხრათ რომ ამ თავბრუსხვევას იმიტომ ქვია კეთილთვისებიანი რომ თუ დროულად დავადგინეთ რომელ არხშია პრობლემა რო არის ნამდვილად ეს პრობლემა ანუ კკპთ-ის პრობლემა ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ გავუკეთოთ იქვე ვესტიბულომეტრიის კვლევის დასრულებისთანავე ეს სარეპოზიციო მანევრი რომლის შედეგად 92-95%-ში პირველივე სარეპოზიციო მანევრის შედეგად კრისტალები ბრუნდება თავის ადგილას და პაციენტი იმ წუთას გრძნობს შედეგს არის ძალიან ბედნიერი რა თქმა უნდა ეს როგორ ხდება ესეც აღვიხსენით და ასევე კიდევ ერთ კვლევაზე ვიკითხავ ვიდეო ნისტაგმოგრაფია რას მოიცავს ეს ვიდეო ნისტაგმოგრაფიის საშუალებით ზუსტად ვაკეთებ ჩვენ ამ კვლევებს ანუ ვესტიბულომეტრიის კვლევების ტესტებს ვაკეთებ ვიდეო ნისტაგმოგრაფიით ეს არის სისტემა რომელიც აღჭურვილია ვიდეო სათვალით ფრენზელის სათვალით რომელსაც არის დაყენებული კამერები კვლევების დროს, ან ტესტების დროს ჩვენ გვაქვს გამოსახულება ეკრანზე. ამ ტესტების შედეგები გვაქვს იტოქში ციფრული მონაცემები. ეს მონაცემები შემდეგ შეიძლება კი არა ინახება ამ პროგრამაში და ამ კვლევით ჩვენ ვიღებ უფრო ზუსტ შედეგს, უფრო ზუსტად ვადგენთ, იმიტომ რომ იგივე კრისტალების ამოვარდნის თემას რო დავუბრუნდეთ, ზოგჯერ არის რომ პაციენტი აი აშკარად გიყვება ანამნეზიდან გამომდინარე, რომ ესეთი სიმპტომები აქვს, რომ თითქმის დარწმუნებული ხარ, რომ აქ არის კრისტალების ამოვარდნის პრობლემა. მაგრამ დაიწყებ ტესტების გაკეთებას და ტესტის დროს ტესტი არის უარყოფითი, ანუ არ არის ეს თემა. ამიტომ მარტო ანამნეზი, მარტო ესეთი ტესტი ამ აპარატის გარეშე ამ ტესტებით რთულია. როდის უნდა მივმართოთ ექიმს, რა სიმპტომების შემთხვევაში და ვთქვათ რა განმეორებადობის შემთხვევაში? ექიმს უნდა მივმართოთ მაშინ, როდესაც გვაქვს ამ 4 სიმპტომიდან ერთ-ერთი მაინც, ანუ თუ გვაქვს ტრიალის შეგრძნება, თუ გვაქვს წონასწორობის შეგრძნება, დისბალანსი, თუ გვაქვს გაბრუების შეგრძნება, ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა მივმართოთ ექიმს, რომ დაისვას დიაგნოზი და ან დადასტურდეს, ან გამოირიცხოს ის თუ ეს პათოლოგია შემდგომი მკურნალობის დღეს. და ერთი წუთი გვჭება 2 წუთი და იმაზეც ვისაუბროთ, რომ თუ ეს გვაწუხებს, ეს მოგვარებადია. დღეს თანამედროვე მედიცინა გვაძლევს იმ შესაძლებლობას, რომ მსგავს პრობლემებს უშველოთ და ამ კუთხით ნიუ ჰოსპიტალში რას თავაზობს? რა თქმა უნდა, ამ კუთხით ნიუ ჰოსპიტალში გვაქვს ვაკეთებთ ვესტიბულომეტრიას, ამ კომპლექსურ კვლევას, ვიდეო ნისტაგმოგრაფიით, ოტოპრონტის ფირმის ვიდეო ნისტაგმოგრაფია გვაქვს რომელიც არის მაღალხარისხიანი და თქვა მომზადება სჭირდება თუ არა თქვა კონკრეტულ პროცედურას. ნახეთ, მომზადება არ სჭირდება პაციენტს აი ეს რაღაც განსაკუთრებული ერთადერთი ვაფრთხილებ პაციენტებს ჩვენთან სამწუხაროდ პაციენტი ჩვენ კვლევაზე მოდის ძალიან გვიან. ანუ ჯერ მოივლის ყველა სხვა სპეციალისტს, იმიტომ რომ ზოგს პირდაპირ ტრიალი არა აქვს, ან ვერტიგო არა აქვს, ზოგს აქვს გაბრუების შეგრძნება, გულის წასვლის შეგრძნება, მიმართავენ ჯერ კარდიოლოგებს, იკვლევენ, მერე შეიძლება კიდე სხვა სიმპტომების გამო, ანუ სხვადასხვა სპეციალისტები მიმართავენ და მათ შორის ნევროლოგებთან, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ყოველთვის მწვავე ნევროლოგიური სიმპტომატიკა უნდა გამოირიცხოს და როცა ჩვენთან მოდის პაციენტი, ვაფრთხილებთ, რომ
რომ თუ თქვენ ნევროლოგის მიერ დანიშნულებას იღებთ, ანუ 1 ან 2 დღით ადრე, ვთხოვთ, რომ ეს პრეპარატები არ მიიღონ პაციენტებმა, რომ ჩვენ უფრო ზუსტი შედეგი მივიღოთ ამისთვის. ისეთ კვლევა არის უსაფრთხო და კვლევის დროს ვაკეთებ მაპროვოცირებელ ტესტებს. ცოტა დისკომფორტულია, რა თქმა უნდა, პაციენტებს მაპროვოცირებელი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვაწვდით სხვადასხვა გამაღიზიანებელს ვესტიბულურ აპარატს და ველოდებით პასუხს და პასუხი ზოგჯერ უნდა იყოს თავბრუსხოვა, ზოგჯერ არ უნდა იყოს და არის და ჩვენთან მოსულმა პაციენტმა, ანუ შეიძლება ითქვას, ანუ არ არის საფრთხე გართულებები არ მოყვება ამას. ერთადერთი დისკომფორტი ის არის, რომ შეიძლება დაემართოს თავბრუსხოვა კვლევის დროს. და ზუსტად ამ თავბრუსხოვას ხდება დიაგნოსტიკის შესაბამისად ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ამას გაუძლებ იმ განცდით, რომ ეს ყველაფერი მოგვარდება და პრობლემა არ მოიფხება. ძალიან დიდი მადლობა უბრალოდისთვის და ესეთი ამომწურავი ინფორმაციის გაზიარებისთვის. გასაუბრებს გისურვებთ თქვენს და ჩვენს მაყურებელს.